რატომ ეჩვენებათ ადამიანებს რომ ტელევიზორში როდესაც რამდენჯერმე მოусმინა ვიღაცას ამ დროს გარანტირებულად ის სწორედ ის საუკეთესო კანდიდატია ვისაც ხარი უნდა დაუჭირონ. ალბათ ამას კაი ფსიქოლოგიური ანალიზი უნდა ადამიანების ან საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის კვლევა უნდა მაგრამ იმიტომ რომ ეს ვინაიდან პასუხი არ მოგეთხოვება აი შენ შეცდომაზე ენერგიას არ ხარჯავ ცხადია ხო ანუ შეგვიძლია შენ შულს რომ არასწორად ურჩიო პასუხი მოგეთხოვება იმიტომ რომ შვილი გეტყვის რომ მამა რატომ ერჩია ეს რაღაცა სიგიჟე ავადმყოფთან რომ სისულელე ჩაიდინო ავადმყოფი მოკვდება და მისი ჭირის უფალი მოგთხოვს პასუხს რომ ეს სიგიჟე რატო ჩაიდინე პირობითად აქ პასუხს მოთხოვნი არავინ აქვს ხო გზაზე რომ მიდიხარ უცბად რომ გადახვიდეს ხო მეორე გზაზე ვიღაცა დაგარტყამს და ამით მოგეთხოვება პასუხი მაგრამ აქ ანუ შენი სისწორე არასისწორეც კი ვერ მოწმდება. აი მაგალითად 4-5-9-25-ის ამომრჩევლებს ამ აგერ მოხდა არჩევნები. აგერ ხდება ის ახლა ხდება და ისინი ხო არც აღიარებენ. ჩვენ ხო მე ხო ველოდებოდი რომ მონანიებულ საზოგადოებას რომელიც გამოვიდა იტყვი შემეშალა. აი ამ გიჟებზე ხმა არ უნდა მიმეცა. მაგრამ ხო არ ჩანან. და იგივე რომ მოხდარიყო სხვანების მიერ შემთხვევაში სადაც ასე ცხადად ყოფილიყო შეცდომა. აი რავი ფეხბურთელმა რომ ბურთფეხი ააცილოს და სხვას აბრალებდეს. ხო ეგ დაემართა ქართველ ამომრჩეველს ბურთფეხი ააცილეს. და ანუ თავისთან სხვა აბრალებს არავინ. ანუ 4-5-95-5 და 41 კიდე ამას 97% რომ ბიზნეს მიცეს სხვა. აი ეგ შეგვეშალაო. ხო არავის არ მოთხოვს. პირიქით. აგერ მოდიან არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა, არ მიიღო მონაწილეობა, ყველა აზრს გამოთქვამს, იცის, არ იცის, უფიქრია, არ უფიქრია ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ არის ეს პროფესია რთული, რომ აქ არ მოეთხოვება ვიღაცა სულელს, რომელსაც ზუსტად იმდენი ხმა აქვს, რამდენიც მე. სიტყვებზე პასუხი არ მოეთხოვება, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ამითი არაფერი არ შავდება კონკრეტულად. შავდება ის, სადაც რო ახლა ცხოვრობთ, ამ უწოდინრობის შედეგად აქ. არ ფიქრობს არაფერზე და წახალისა ამ ვითომ და უფლებამ, რომელსაც ქვია საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა და არანაირი უფლება ეს არ არის. ეს არის პრივილეგია შინაარსობრივად. და პრივილეგია არ შეიძლება ვრცელდებოდეს ისე როგორც უფლება. ეს იმიტომ რომ თუ ადამიანის უფლება არის სიცოცხლე, უფლება არის საკუთრება, უფლება არის თავისუფლება. ეს არის უფლება. და ასე ანუ ამას იყენებს პატარა ბავშვიც. ზაცმე ჩამოთვალე, საკუთრება შეიძლება მას ჰქონდეს, თავისუფლება შეიძლება მას ჰქონდეს, კიდე უნდა ჰქონდეს, სიცოცხლე მას უნდა ჰქონდეს. და მას აი ამ პატარა ბავშვს ხო არ ტენის შენ არჩევნებში მონაწილეობას. ხო არ ამბობ რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ესე იგი თუ ამას არ აქვს ამ პატარა ბავშვს ეს უფლება, ესე იგი ეს არ ყოფილა უფლება, შინაარსობრივად.